მოგესალმებით, ჩემო ზრდასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ნახოთ დღეს ასე მოკლე გაშლა რაღაც მომინდა თქვენთვის გამიკეთებია. იქნებით თუ არა თქვენ ერთად, იმიტომ რომ ახლა არის რაღაც მომენტები ისეთი მოვლენები სამყაროში, რომ ჩვენ უნდა ვნახოთ ახლა, რო არ ინერვიულოთ, ხო, ბევრი მეკითხება, აი მოკლე გაშლა გააკეთეთ რამე ესეთი, რომ აი ერთ კითხვაზე პასუხებს მე არ ვაძლევ, იცი თქვენ კონსულტაციის დროს, მაგრამ აი აქ მე გადავწყვიტე, რომ ჩავწერო ესეთი მიმოხილვა უცბად და ვკითხოთ, იქნებით თუ არა თქვენს პარტნიორთან ერთად, ხო? და კიდევ გაფრთხილებთ ჩემო ლამაზებო, TikTok-ზე ვინც მიყურებს, იქ არის ორი ყალბი. ეხლა აკაუნტი, რომელიც ვითომ არის ჩემი არ არის. იქ არის 7000 რაღაცა გამომწერი, ჩემთან არის 16-ზე მეტი და მე საერთოდ არ ამყავს იქ ძალიან ფრთხილად იყავით. აი მით უფრო ვინც ახალი, ვინც არის, ვინც არ მიცნობს, ერთი რამე იცოდეთ, მე არაფერს არ მოგწერთ თვითონ, არაფერს არ გთავაზობთ, აი ეს იცოდეთ, ეს არის მაგისი ხერხი, რომ რაღაცას უყურებენ და მე ვითომ თავაზობს რაღაცა დაანგრეული ქართულით, ეხლა ჩემიც არ არის სულად დალაგებული, მაგრამ ნუ არც ისეთი დაანგრეული, როგორიც იქ წერს, თან ქართული ასოები წერს, მე ვწერ თუ რამის მოგწერთ ლატინური ასოებით იცოდეთ. ეხლა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ვნახოთ. ამ წუთში რა ხდება? ну, ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია არის. კი, აქ სიყვარული არის, მაგრამ შეიძლება გაქვთ რაღაც ესეთი მერყეობა, შეიძლება იყოს, რომ აი ვიქნებით, არ ვიქნებით, რა გველოდება, შეიძლება იმ მოქმედებას, რომელსაც თქვენ ელოდებით, დაუშვათ არ არის. აქ შეიძლება ვიღაცას იყოს დაბლოკილი კიდევაც და ფიქრობს, რომ აი რას ეზავს, გამხსნის, არ გამხსნის, ამ ბლოკს მოსხოს თუ არა, შეიძლება თქვენ დაბლოკეთ დაუშვათ. აქ მე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ აქ ადამიანს შეიძლება თქვენ დაბლოკეთ ადამიანი და ნამდვილად იმას უნდა რომ გამოჩნდეს, მაგრამ იმის გამო რომ არის დაბლოკილი, ვერანაირად ვერ აკეთებს ვერაფერს და даже აი თქვენს პარტნიორს даже ვეთყოდი, რომ აქ შეიძლება კითხვები აქვს, რანაირად მე მაგას ახლა აუხსნა ის რაც მე მაგ გულში, როგორ ვაჩუქვა ეს სიყვარული, როგორ რა ვთქვა, იმიტომ რომ დაბლოკილი ვარ, ვერ გამოვდი. აი გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც. ან თქვენ ხართ ესეთ მდგომარეობაში, ვინც უყურებთ, ან თქვენი პარტნიორი თუ დაბლოკილი ყავთ, ეგ იცოდეთ თქვენ. მოდით ნახოთ ახლა მისი გრძნობები, აი ასე ავიღოთ, მისი გრძნობები. ну, აი გეუბნებით, რომ აქ არის გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყავთ აი რაღაცა ბლოკები რა გაქვთ რა, აი ეს არის რა. ან ეჭვები გაქვთ იმაზე, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, უნდა ჩემთან ურთიერთობა, არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, აი ეგეთი რაღაცა შეიძლება მანძილზეც იყოთ და ან ინტერნეტზე მიმოწერაში ხართ რა, აქ ეგეთი სიტუაცია და ამიტომ აქ არის როგორი სიტუაცია, ანუ რას ფიქრობს ეს ადამიანი, მართლა ბევრს ფიქრობს რა, იმიტომ რომ აქ უფრო კიდევაც გეუბნებით, სადღაც ან შორი მანძილი გაქვთ, ან ეს რა ქვია, ან ინტერნეტში ყავთ ადამიანი დაბლოკილი, იმიტომ რომ ნერვიულობა არის, ძალიან დიდი ნერვიულობა, ადამიანი იხსენებს იმას, რაც იყო კარგი თქვენს ურთიერთობაში, ფიქრობს იმაზე, აი, იხსენებს რაღაც მომენტებს ძალიან და აი, თითქოს იმედგაცრუება აქვს რა, იმაზე, რომ უიმედობა, რომ თუ რამე შეიცვლება, მე არ ვიცი რა. აი, ნამდვილად რა შემიძლია კიდე გავაკეთო, აზზე არა ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ ძალიან ისეთი რთული ენერგიები რა, იმიტომ რომ ადამიანი ნერვიულობს, ძალიან ნერვიულობს, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი დამთავრდა, დასრულდა რა, კარგი მომენტები კი იყო, მაგრამ აი ნახეთ, იმედი აღარ მაქვს, რომ ეს რაც იყო ჩვენ შორის ადრე, კიდე იქნება დაუშვათ, ხო? სხვათა შორის ძალიან ნანობს იმ სიტუაციას, რაც მოხდა თქვენს შორის, ძალიან ნანობს, იმიტომ რომ აქ არის ბევრს ფიქრობს ადამიანი, გაიგეთ იმ სიტუაციაზე, რაც მოხდა. ნამდვილად ეს მისთვის ძალიან დიდი დანაკარგი შემიძლია გითხრათ, შეიძლება თქვენ რამეზე გაბრაზდეთ და დაბლოკეთ ადამიანი, მაგრამ მისთვის ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი, გაიგეთ. გრძნობაზე კიდე იცით რა არის, მაგას სხვათა შორის გრძნობაზე რას ამბობს, იცით, იმედი აქვს, ამას აქვს დიდი იმედი, რომ ადრე თუ გვიან თქვენ რაღაც ან ბლოკს მოხსნით,
ან დაუშვოთ რაღაცა შევძლებთ რამეს თქვა შევცვლი, იმიტომ რომ უნდა რომ თქვა სიტუაცია შეიცვალო, ოცნებობს ეს ადამიანი იმაზე რომ ადრე თუ გვიან თქვენ ნამდვილად მაგას მისცემთ იმ საშუალებას რომ რამენერად გამოჩნდეს და ეს თავისი გრძნობა გამოაჩინოს, იმიტომ რომ ნუ კი არა აქვს ძალიან აი როგორ არის იცით კი მინდა კი ვფიქრობ კი აი რამენერად მინდა რომ სიტუაცია შევცვალო, მაგრამ როგორ რა იქნება აზე არა ვარ რა, მაგრამ ყველანაირად კი ფიქრობს რომ რაღაცა შეიძლება შეიცვალოს და მე გავიმარჯვებ რა. ნუ გოგოები, მოდით თქვენ ახლა რჩევა. ნუ იცით როგორ არის? კი, თქვენ ახლა კი ხართ, ახლა ეხლა ნახეთ, თუ დაუშვათ აი აქეთ ახლა თქვენ გაქვთ სამკუთხედი, იცოდეთ რომ აქ ახლა ნამდვილად კი, ჯობია რომ ეს ადამიანი დარჩეს თავის ოჯახში. კი, იმიტომ რომ აქ არის როგორ პრინციპში აქ რას გვეუბნებიან, იცით რომ თქვენი თავი უნდა დააფასოთ. თუ დაუშვათ იმას ახლა არის სამკუთხედში და მაგას უნდა რომ თქვენთან ნამდვილად ურთიერთობა დაამყაროს, ნამდვილად სერიოზული ურთიერთობა თქვენთან დაამყაროს, ესე იგი ამ ადამიანმაც რაღაცა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თქვენი ურთიერთობა, ნუ დალაგდეს, ასე ვთქვათ. ნუ ანუ როგორ არის, ჯერ იქ მოაგვაროს თავისი საქმეები, ხო? და მე უკვე მოვიდეს თქვენთან და სერიოზული შეთავაზება გააკეთოს, იმიტომ რომ როცა არის სამკუთხედი და ნუ სამიანები უბრალოდ გამოდიან აქაც რომ თქვენს რომ ერყეობთ, იმიტომ რომ შეიძლება გიყვართ ადამიანი, მაგრამ დაბლოკეთ, იმიტომ რომ უკვე ნუ თქვენი ნამდვილად ეხლა თავი აიყვანეთ და თქვით რომ ან შენ იქ დასვალ წერტილს და უკვე ჩვენ ვიქნებით ერთად, ან შენ ნამდვილად ნუ დარჩი იქ სადაც ხარ. რა, აქ თქვენი თავი დააფასეთ. თუ სხვა რამე სიტუაცია მოხდა, ხო? მაინც არანაირი ისე რა ქვია, ისი გვეუბნებიან ჩვენ რომ თავი დაიფასე რა, იმიტომ რომ ეს იყოს კარგი გაკვეთილი, თქვათ, ეხლა იმისთვის რა. მაგრამ უნდა მოხსნას ბლოკი. თუ დაუშვით ბლოკი, ნუ კი, ნამდვილად აქ როგორი მომენტია, კი, იმიტომ რომ თქვენ ახლა აქ სიყვარული არის, გაიგეთ, უბრალოდ ახლა მაგამ პრინციპში ნახეთ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ეს კაცი, ხო? აი კიდე ნახეთ, გოგოებო, თუ არის ცოლიანი, ჯობია რომ დატოვოთ ისე როგორც არის, სანამ არ მიიღებს ეს ადამიანი გადაწყვეტილებას, გაიგეთ რა ხდება. თუ კიდე დაუშვათ ახლა ნუ თქვენ ნამდვილად ახლა ეს ადამიანი ახლა არ არის, თქვათ, ახლა არა თავისუფალი, ასე რომ ვთქვათ, ხო? ნუ დაფიქრდეთ და თქვენ როგორც გადაწყვეტ, ისე გააკეთეთ. თუ თქვენთვის ძვირფასია ეს ადამიანი, კი ბატონო, მაგრამ აქ თქვენ გეუბნებიან, რომ რა არის, იცით, რთული მომენტია, კი, 10-იანი რაღაცა. თქვენ მაინც ნახავთ, თქვენ თვითონ ნახავთ გამოსავალს, გაიგეთ? თქვენ თვითონ ნახავთ გამოსავალს, რა უნდა გააკეთეთ, იმიტომ რომ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ხართ. და ამიტომ ამ რთული სიტუაციიდან თქვენ ნახავთ გამოსავალს თვითონ. თქვენ თვითონ ნახავთ გამოსავალს, როგორ ჯობია, იმიტომ რომ სულ 10-იანები თქვენ უკვე ისეთ დონეზე ხართ, რომ ან დაასრულებთ და უკვე წახვალთ წინ და თქვენ გელოდებათ ნამდვილად ახლა შეიძლება ზოგსოფში შეხვდება სხვა ადამიანი, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში აქ მითითება იმისი არის, რომ თქვენ თვითონ ნახავთ გამოსავალს, თქვენ თვითონ გააკეთებთ ანალიზ სიტუაციას და თქვენ თვითონ მიიღებთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, იქნება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც საჭირო. აი ეს გაითვალისწინეთ ნამდვილად თქვენ და იქნებით თუ არა ერთად, ეგაც უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტ. გინდათ თუ არა თქვენ რომ იყოთ ერთად რა. თუ დაუშვოთ ეს ადამიანი, ნუ თქვენ გინდათ და დარჩით ახლა იმ სამკუთხედში, კი ბატონო, ნუ მოხსენით თქვა ეს ბლოკი და კი შეხვედრა რაც ექნება და ყველაფერი, მაგრამ თუ თქვენ უკვე მაგ ადამიანს დაუსვით ის თქვა ულტიმატუმი რომ შენ ჯერ მოაგვარებ საქმეს იმ შენს ოჯახში და მე მოხვალ ჩემთან, მაგ შემთხვევაშიც კი ბატონო უკვე შეიძლება იყოს აქ კარგი წინსვლა რა. ანუ ეს თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვეტოთ. არავისი დახმარება თქვენ არ გჭირდებათ, რომ საკმაოდ ჭკვიანი ხალი ხართ, იცით ძალიან კარგად რა გჭირდება თქვენ ამ ცხოვრებაში, ბევრი სირთულეები ისედაც გაიარეთ, ბევრი ნერვიულობაც გაქვთ გამოვლილი
და უკვე თქვენ თვითონ ხართ ესეთ ენერგიაში, რომ აღარ გინდათ უკვე ეს, გინდათ ახალი ცხოვრება. ამიტომ იქნებით თუ არა ერთად, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული, თქვენ რას მოიმოქმედებთ, თქვენ რას იფიქრებთ და იმიტომ რომ აქ თქვენ უკვე ისწავლეთ რაღაცა თქვენი თვითშეფასება, გაიგეთ და აი ეს თვითშეფასება უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ აქ შეგიძლიათ კი დაუშვათ კიდე ერთი ვარიანტი, თუ დაუშვათ ისივისი ანალიზი გააკეთეთ, უთხარით თქვენ ადამიანს ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და რომც გამოჩნდეს ეს ადამიანი სიტყვაზე, ხო? და ნამდვილად აი თქვენი თავის დაფასება უნდა იყოს. თქვენ თვითონ თქვენს თავს დააფასებთ და სიტუაციაც ნამდვილად შეიცვლება. აქ შეიძლება ის გაკვეთილიც გაქვთ თქვენ იმისი, რომ რამდენად შენთვის ხარ ძვირფასი, რამდენად შენ გიყვარს შენი თავი, რამდენად აფასებს შენს თავს, იმიტომ რომ შენ თუ არ აფასებს შენს თავს და იტან თუნდაც ამ კუთხეც, რომ შენ მეორე ქალი ხარ და მე პირად კონსულტაციებზე კიდევ უფრო მწარედ ვეუბნები ხოლმე მაგ სიტუაციას და ვაფშე ვუხსნი რატომ არ არის ეს კარგი თქვენთვის და მაგრამ შეიცვლება სიტუაცია სხვათა შორის. აი აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, გეუბნები. თქვენზეა. თქვენ მართავთ თქვენ ცხოვრებას. თქვენ როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება ჩემი ლამაზება.